საჩუქარი 2013 დაბრუნდა ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აღდგა. სამინისტრომ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 200,000 ლარი გამოყო. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალს 13-დან 27 ოქტომბრამდე თუმანიშვილის თეატრი უმასპინძლებს. დეტალებს მერაბ კაპანაძე და რევას ცირეკიძე კი ამბობთ. ასე გამოხატეს მსახიობებმა ფესტივალ საჩუქარის დაბრუნება. 16 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 3 წლიანი პაუზის შემდეგ სტარტს იღებს. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის რიგით მე-12 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 13 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე გაიმართება. მის ფარგლებში საქართველოს კულბერგ, ბალეტი ირინა ბრუკი და დიმიტრი კრიმოვი ეწევიან. ფესტივალები ზოგადად ეხმარება შენ რაღაც ქვეყნის კულტურას ეზიარო, გაეცნო იმ მსახიობებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, არა მნიშვნელობა ვიცი ხო? უბრალოდ ნახო ისინი როგორ მუშაობენ. ეს არის უნიკალური შანსი, როცა ჩვენ ქვეყანაში ჩამოდიან ძალიან ცნობილი მეგავარსკვლავები და მათი სპექტაკლები და ჩვენ შეგვიძლია დავესრულოთ აქ თბილისში. ფესტივალის პროგრამაში დიმიტრი კრიმოვის 4 ნაწარმოები შედის. ქართველი მაყურებელი ივან ბუნინის მიხედვით მერჰოლდის ცენტრთან ერთად რამდენიმე წარმოდგენასაც იხილავს. მათ შორის არის კატია, სონია, პოლია, გალია, ბერა, ოლია, ტანია, ჟირაფის სიკვდილი, ოპუსი ნომერი 7 და 3 და რომლის პრემიერაც საქართველოში შედგება. ქართველი მაყურებელი ფესტივალის ფარგლებში ირინა ბრუკის დრიმ თეატრს, ქარიშხალს, ოდესეას და მონათა კუნძულს იხილავს. ფესტივალის პროგრამაში ირინა ბრუკის კუნძულის ტრილოგია შედის. ფესტივალის ფარგლებში თბილისელი მაყურებელი კულბერგ ბალეტის წარმოდგენა მაღალ ქუსლებსაც იხილავს. პროგრამის საბოლოო სახე დასაზუსტებელია, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ თბილისში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი სტუმრები დიმიტრი კრიმოვისთან და ირინა ბრუკისთან ერთად სტაშა ვალცი და სხვა თეატრის დასები იქნებიან. არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საშა ვალცი დადაქტორო თვითონაც ჩამოყოლება დასს. კოლბერგის ბალეტი ასევე ძალიან ცნობილი თეატრალური დასებით არიან. ესენი არ არიან მარტო საცეკვაო დასები. იმათთვის, ვისაც უნდათ, რომ ქუჩის სანახაობა ეხილონ, გახსნის პირველ და მეორე დღეს იქნება არაჩვეულებრივი სანახაობა რეაქციის ქვეშ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წელს პრემიერ-მინისტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღდგა. გურამ ოდიშარიას თქმით, სამინისტრომ ფესტივალის ჩასატარებლად 200,000 ლარი გამოყო. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ ახალ სიცოცხლეს შეტაბერავს, თუ შეიძლება ითქვას, აი ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ცნობილი მსახიობები, ძალიან ცნობილი თეატრები ჩამოდიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალი საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის პროგრამით წარსდგება. სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება როგორც კინომსახიობთა, ასევე რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრებში. საცირკო წარმოდგენები კი ღია ცის ქვეშ იქნება. მიხეილ თუმანიშვილის ქანდაკებით კი წელს დიმიტრი კრიმოვი და 4 ქართველი არტისტი დაჯილდოვდება.